მეგობრებო, ვინაიდან გაზაფხული შემობრძანდა, როგორც იქნა კალენდარულად მაინც ჩვენს თარიღებში. მინდა ასეთი გაშლა შემოგთავაზოთ და გაშლა არის ორივე სქესისთვის და მამაკაცებმაც უყურეთ ამ გაშლას და რატომ ამასაც მოგვიანებით გეტყვით. გაშლა არის მოგილოცავთ თუ არა 3 მარტს, ესე იგი დედის დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, თქვენი საყვარელი, თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი, მოდი ესე ვთქვათ. გიყვართ უკვე თუ ჯერ ისეთი აღმაფრენის პროცესი გაქვთ და ჯერ შესაძლებელია ზოგიერთმა ახლოს არც კი გაგიცნიათ და მხოლოდ მიწერ-მოწერის ამბავი გაქვთ. მოკლედ, ყველას თქვენი გეკნებათ, მაგრამ რატომ უნდა უყუროთ მამაკაცებმა, გეტყვით ამას ვიდეოს ბოლოსკენ და ამიტომ ორივე მოყურეთ, მოკლედ, ორივე სქესმა. პატარა რჩევასავით იქნება მამაკაცებისთვის. 3 მარტოთ და 8 მარტოთ, ესე იგი, აქედან გამომდინარე უყურეთ ამ გაშლას. მე კიდე ჩემი მხრივ თუ ვეცდები ყველანაირად რომ ხშირად თქვენ გვერდით ვიყო, რატო გვანატრებ თავს რომ წერთ აგერ ხშირად და მაქსიმალურად როგორც დრო მაქვს ხოლმე, ესე იგი მაქსიმალურად ვცდილობ რომ თქვენ გვერდით ვიყო იმ დღეს მაინც როცა მაქვს საშუალება რამოდენიმე საერთო გაშლას ვწერ ხოლმე და ვტვირთავ როგორც წესი რომ ესე იგი შეანაცვლოთ და რაღაც გაშლებს უყუროთ ხოლმე. თუ ეს გაშლა კონკრეტულად არ დაემთხვევა, კიდევ იმასაც გეტყვით, გადმოდით ჩემ გვერდზე, სხვა გაშლებსაც გადაავლეთ თვალი და რომელიღაცა მაინც იქნება თქვენთვის, ასე თუ ისე თუ თქვენ ტაროლოგად მთვლით. თუ გამოწერილი არ გაქვთ ჩემი გვერდი, გამოიწერეთ, ძალიან გამახარებთ ამითი, რაც უფრო მეტი გავხდებით და რაც უფრო მეტ კომენტარს და ლაიქს დამიწერთ მეტ ადამიანს, რომელსაც არ უნახია ჩემი გვერდები და არ იციან და ჭირდებათ ჩემი, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად დაკვალიანება რაღაც სიტუაციებში, მათაც ექნება თქვენი ლაიქებით და კომენტარებით საშუალება იმისი, რომ მათამდეც მივიდეს და აქედან გამომდინარე, მათთვისაც ხეირია და მადლია, ასე ვთქვათ, მადლი ბჭყალებში. დამიწერთ ახლა რომ რა მადლი გოგო ტაროლოგია და მადლი. მოკლედ, ესეც ერთგვარი პატარა პლუსი იქნება ჩემთვის და სხვა დანარჩენი ადამიანებისთვისაც. ენერგოცლისთვის თქვენი მადლობა აუცილებელია და გკოცნით მიყვარხართ ყველას. ეხლა რაც შეეხება ამ გაშლას, იმისთვის რომ უმეტესად თითქმის ყველასთვის მინდა რომ იყოს, მაგრამ მაინც რომ მიხვდეთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ ეხლა? გაშლას ვაკეთებ 18 პლუს კარტზე, რომელიც არის მანარა და ძალიან საყვარელია ჩემთვის, ასე ადამიანი შეყვარებულმა გადაგიკიდათ, მოგისროლათ ბეჭზე და მიყევ ხარ სადღაც მოგიტაცათ. ძალიან ისეთი რომანტიული მდგომარეობა გაქვთ. ან ვიღაცას უკვე შეხვდით და ძალიან აღმაფრენაში ხართ, ძალიან რასაკვირველია, ტუზჟეზლით ვიტყვი რომ შესაძლებელია ახალია ცეცხლი და ენერგეტიკა თქვენ ურთიერთობაში წარმოშობილი და ძალიან გულის მჭამელი პიროვნება ხართ მისთვის, ძალიან ისეთი ცეცხლოვანი ქალი ხართ. ქალი, რომელიც მთელ ფანტაზიებს მის მამაკაცურს აღვიძებს, ქალი, რომელიც გჭამს სულიერად და ფიზიკურად, მასზე ბევრს ფიქრობ, ძალიან გინდა მისი გაბედნიერება, მოდი ესე ვიტყვი. მეტი რომ TikTok-მა არ დაბლოკოს რამე ისეც არ ვიტყვი. ქალი, რომელიც ესეთი საბედისწერო ქალი ხართ, მოდი ესე ვიტყვი, ძალიან ცეცხლოვანი, შეიძლება ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელიც ბრძანდებით და ხართ ვერძი, ლომი ან მშვილდოსანი, მაგრამ აუცილებელი არ არის, შესაძლებელია ახალი ურთიერთობა გაქვთ ზოგისთვის. შეიძლება ერთი კვირის დაწყებული გაქვთ, ერთი თვის, მაქსიმუმ 1 წლის ურთიერთობა გაქვთ ამ გაშლით, ეს არ არის წლობის და ასე ვთქვათ, საუკუნის შეხვედრები თქვენი, ეს არის ახალი, რომელშიც ბევრი ეჭვები, ბევრი უნდობლობა, ბევრი რაღაცა გრძნობიელობები გაქვთ გაღვიძებული ურთიერთობაში და ცოტა გაუგებარიც კია თქვენთვის სამომავლო რა პერსპექტივები შეიძლება ჩამოყალიბდეს ამ ურთიერთობიდან, თუმცა ძალიან ცეცხლში ხართ, ძალიან მონუსხული ხართ ამ პიროვნებით, ძალიან ბევრს ფიქრობთ, თქვენ ფიქრობთ რომ შეიძლება სწორედ ეს თქვენი შანსია, ეს მამაკაცები ფიქრობთ რომ ეს ქალი თქვენი შანსია ცხოვრება სხვანაირი რაკურსით დაგანახოთ, სხვანაირი სიამოვნებით
გასიამოვნოთ, ასე ვთქვათ, შანსი არის თქვენი, რომ რაღაცა დიდი პაუზის მერე თქვენ ცხოვრებაში სწორედ ეს არის ის პიროვნება, ვინც გამოანათა და აღმაფრენაში გამყოფებთ, მასზე შეიძლება ბევრს ეჭვიანობთ კიდევაც, არენდობით ბოლომდე, მაგრამ მამაკაცებს მიმართავ ამ ბოლო სიტყვებით, სურვილი გაქვთ აი ესე მოიკიდოთ ხარზე, გადაიგდოთ თქვენი ნადავლით, მოინადიროთ მისი გული, მისი სული ამ კარტით, ნამდვილად მოინადიროთ მისი გული, მისი სხეული, მისი სული, ფიქრები, ყველაფერი, ასე ვთქვათ, არ მოასვენოთ, არც დღე და არც ღამე, ასე ვიტყოდი. გაშლა არის 18+, ისეთი სიტყვები მომდის, რომ უეჭველი 18+ გაშლა არის ეს და პატარებმა შეგიძლიათ ასკროლოთ და უბრალოდ არ უყუროთ. ენერგეტიკა თუ ემთხოვა, მაშინ გავიგოთ, მოგილოცავთ თუ არა თქვენ 3 მარტს, 8 მარტს, მოდი დროში რომ მოვასწრო, ორივე ერთად გავაერთიანოთ და აი ამ ქალების მანდილოსნების დღეს მოგილოცავთ თუ არა თქვენ ჩაფიქრებულია ეს პიროვნება. პირველ რიგში გეტყვით, რომ გააკვირდებათ ადამიანი შორიდან, ხშირად ისე რომ შეიძლება fake აკაუნტებიდანაც გაკვირდებოდეთ, ამ კაცზე კაბას უწევს ისე რომ ფრთხილად რომ არ გაიგოს ქალმა, რომ მას აკვირდებიან, შეიძლება მამაკაცი წარმოადგენდეს ესე იგი ჰაერისტიკის წარმომადგენელი იყოს და მერწყულს სასწორს ან ტყუპების ნიშანს წარმოადგენდეს და უფრო მეტად მერწყულს, ვინაიდან კონკრეტულად ამ კალოდაში არის მერწყული წარმოადგენელი, თუ არ არის ჰაერისტიკია, ესეც არ არის მნიშვნელოვანი, შეიძლება წარმოადგენელი იყოს ორგანოების ეს პიროვნება და ძალიან კარგად ჩახედული კანონიერებაში, უკანონობაში, რაღაცა სამართალში, მოსამართლე, ადვოკატი, არ ვიცი, ესეთი სფეროს წარმოადგენელი შეიძლება იყოს, შეიძლება ასევე იყოს ექიმი, რომელიც ძალიან ხშირად რაღაც ქირურგიულ პროცედურებს ატარებს, ოპერაციებს ატარებს, არ ვიცი, ექიმი კონკრეტულად, ან ასევე შესაძლებელია იყოს პიროვნება ძალიან ცივი, რომელიც თავის ემოციურ ფონს დიდად არ გაჩვენებთ, მაგრამ როგორც გითხარით, უკვე ერთი სული აქვს მოგიკიდოთ, გადაგიგდოთ ბეჭზე და მოინადიროს თქვენი ადამიანობა, თქვენი ფიზიკურობა, თქვენი გული, თქვენი სული, ყველაფერი, ასე ვთქვათ. მუშაობს ამ თემაზე, მოგილოცავთ თუ არა. პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს ის ადამიანი თუ არის, ვისთანაც უკვე რაღაცა პატარა კონფლიქტი გქონდათ ნაწილს, ვისაც ყველას არ არის საკვირველია ნაწილზე მაქვს საუბარი, ვისაც კონფლიქტი გქონდათ კონკურენციის გამო და ეჭვიანობის თემის გამო, აქ არის ძალიან დიდი კონკურენცია მამაკაცზე და ბევრ ქალს უნდა მისი გულის მოგება, გეტყვით, რომ ამ ადამიანს ემოციური ფონი აქვს თქვენთან მიმართებაში და შერიგება მოხდება. მოხდება ყველა ვარიანტში მზით, მზე არის ყველაზე თბილი კარტი, დათბება თქვენ შორის ურთიერთობა, გაბრაზებული ხართ. აჩვენებენ სასიყვარულო სამკუთხედზეც კი არის რაღაც პროცენტისთვის, დიდი პროცენტისთვის, სხვათა შორის ეს კონკურენციის თემა და ეჭვიანობა სასიყვარულო სამკუთხედში მყოფი ადამიანებისთვის იქნება, მაგრამ შერიგება მოხდება. კონკრეტულად შეიძლება 8 მარტსაც მოხდეს შერიგება, მაქსიმუმ 8 დღის განმავლობაში, 8 საათიც შეიძლება იყოს რაღაც ნაწილისთვის, უფრო მეტი იქნება, რომ აი კონკრეტული ეს პიროვნება, ვისაც კონფლიქტი გქონდათ, კიდევ ხას უსვავ, შერიგდებით და ეს ყველაფერი მოხდება სარვა მარტოდ ამისთვის ეს ადამიანი მუშაობს. საეჭვიანო არ გაქვთ თქო, ვერ ვიტყვი, ცოტა უპასუხისმგებლო ტიპაჟია და მოსულელო იქცევა პერიოდულად ბავშვურად, რაღაცნაირად არ აკვირდება, რას და როგორ იქცევა და როგორ გაბრაზებთ ამითი და გულს გტკენთ, მაგრამ ემოციური ფონი აქვს თქვენთან მიმართებაში და არასხების მიმართებაში. ეს ერთი, მეორე ადამიანებისთვის, ვინც კონფლიქტში არ ხართ, მოგილოცავთ თუ არა. რაღაცნაირად უნდა რომ წყობილებიდან გამოგიყვანოთ და ასე ვთქვათ, გაგრძნობინოთ, რომ თქვენ ხართ მისი ღვთაება, მაგრამ ზედმეტად არ მოქმედებს, რაღაც ნაწილისთვის იქნება ასე, ჯერჯერობით, მაგრამ მოლოცვას რაც შეეხება, ისევ მზე ამოდის და აუცილებლად მოგილოცავთ. ეს კონკრეტულად იქნება 3 მარტი თუ 8 მარტი, ამას აღარ ჩავეძიები, იმიტომ რომ დრო გვეწურება. მამაკაცებს რაც შეეხება, რატომ უნდა გეყურებინათ ბოლომდე, გეტყვით, რომ რას ელოდება თქვენი პარტნიორი, 3 მარტოდ, 8 მარტოდ ელოდება, რომ თქვენ იქნებით მის მიმართ ემოციური, რომ მას, არ ვიცი, საჩუქარს მიართმევთ, სადღაც რესტორანში დაპატიჟებთ და მის მიმართ ემოციას გამოიჩენთ ამ ყველაფრით, თქვენ მოქმედებას ელოდება, ასე რომ
მარტო ნუ შეაცქერდებით თვალებში, იმოქმედეთ თქვენი დროა ახლა.